ალბათ ყველა ადამიანმა ნახეთ ეს შემზარავი კადრები თუ როგორ კლავს ახალგაზრდა 22 წლის ირინა ზარუცკას უკრაინელ გოგონას ვიღაც ადამიანად წოდებული ორანგუტანგი ყოველგვარი მიზეზის გარეშე ჭრის ხელს ავტობუსში. ყოველგვარი მიზეზის გარეშე. ეს კადრები მთელმა მსოფლიომ იხილა, თავად დონალდ ტრამპმაც და ბრძანებაც გასცა რომ ამ ადამიანმა სიკვდილით უნდა დაასრულოს სიცოცხლე, რაშიც სრულიად ვეთანხმები და არანაირ მორალისტობას საქმე არ ვიწყებ, რომ შენ არ მიგიცი ადამიანის სიცოცხლე როგორ შეიძლება დაასრულო? ახალგაზრდა წარმატებული შრომელი, პატიოსანი, ემიგრაციაში მყოფი, ახალგაზრდა ულამაზესი გოგონა, რომელიც ხდება რასობრივ ნიადაგზე დაფუძნებული კვლელობის მსხვერპლი, რადგანაც ამ ადამიანად წოდებულმა შიმპანზემ, როდესაც ეს გოგონა მოკლა, ყელი გამოჭრა, გადის და ამბობს, რომ I got a white girl. მე მოვკალე თეთრი გოგონაო. მეგობრებო, მოდი სანამ ამ ვიდეოზე ჩვენ გადავალთ, გთხოვთ რომ დაალაიქოთ. გამოიწეროთ არხი, გავუზიაროთ მეგობრებს. გამომყვეთ ახალ ინსტაგრამზე, სადაც თორების სახით ყოველდღიურად ძალიან საინტერესო წერილებს ვქვეყნებ ხოლმე. და ასევე ვისაც არხის განვითარებაში გსურთ რომ თქვენი წვრილი შეიტანოთ, აღწერაში მითითებულია ლინკები და შეგიძლიათ არხის განვითარებაში დაეხმაროთ. ხოლო ახლა ჩვენ შევაფასოთ ძალიან მკაცრად და ხისტად ეს პირდაპირ ვიტყვი რასობრივ ნიადაგზე მომხდარი კრიმინალური დანაშაული. აი ესე იწყება მეგობრებო, ავტობუსში ადის ახალგაზრდა გოგონა, უკრაინელი, ძალიან ლამაზი, ძალიან საყვარელი, პატიოსანი. თავისი ასაკისთვის ძალიან წარმატებული და რატო ახსენე სიტყვა წარმატება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი უკრაინელი, რომელიც ამერიკაში ემიგრაციაში მიდის, ძირითადად OnlyFans-ი და სხვადასხვა ბინძური საქმიანობით არის დაკავებული და ეს ახალგაზრდა გოგონა პიცერიაში მუშაობდა, პატიოსნად აკეთებდა ფულს, არავის ხელს არ უშლიდა, როგორც ახლობლებისგან აიქიდან ირკვევა, იყო ძალიან კარგი ადამიანი, ძალიან წესიერი. ადის ავტობუსში, აი პიცერიის ისაცვია, ნახეთ, კეპი და ტოპი. ანუ ადის გოგონა ავტობუსში და რა იცის ამან რომ ისთვის ეს საბედისწეროა, რადგან მის უკან ჯდება 14ჯერ ნასამართლები ორანგუტანგი, როგორც ცხონებული ჩარლი კირკი იტყოდა, ამერიკაში აფროამერიკელების წილი არის 14-15%, მაქედან განსაკუთრებულ მძიმე დანაშაულებებში ხილებული არის 50%-ზე მეტი. და ვიღაცა ახლა გამოვა და იტყვის, ვაიმე შენ რასისტო, რეიბის გჯერა. ეს უბრალოდ არითმეტიკაა, მეგობარო. ეს უბრალოდ არითმეტიკაა. ეს უბრალოდ სტატისტიკაა, რომელიც აჩვენებს მათი ამ ისტორიული განვითარების იმ საფეხურს, რაზეც ეს ორანგუტანგები და შიმპანზეები იმყოფებიან. უყურეთ. აი ესე ჯდება მის უკან. ხალხო, 14ჯერ იყო ნასამართლები, 14ჯერ, ნუ ჯერ მე იმის დედავატირე, ვინც ეს ციხიდან გამოუშვა. ჯერ და სხვათა შორის არასამთავრობო ორგანიზაციები აფინანსებდნენ ამის გამოშვებას ამერიკაში, ეს FDI და ისენი რო არის, რა ქვია კაცო, USAID და ეგენი რო ძალიან დიდი იყო კრიმინალთა რაოდენობა ერთ ციხეში და მათი განეიტრალება უნდათ გაცხრილვა და 14ჯერ არის გარეთ გამოგდებული ბიჭო. 14ჯერ. ჯდება, ნახეთ, აი ყოველგვარი პროვოკაციის გარეშე. აი ესე აკვირდება. უყურე, იღებს საკეთს დანას. კარგად უყურეთ. კარგად უყურე, დააკვირდით, იღებს და ეხლა ხდება საზარელი კადრები, რაც თვალებიდან არასდროს არ ამომივა პირადად. გავაუსვა გოგონას ყელში დანა და დააკვირდით ეხლა აქ რა სურათი რა არის საინტერესო ეხლა რა, რასაც ჩვენ უნდა მივაქციოთ ყურადღება. მის უკან და მის კიდევ უკან ასევე ორი შიმპანზე მდგომარეობს, რომელსაც არანაირი პროტესტი, არანაირი ქალური სოლიდარობა, არანაირი ადამიანისადმი დახმარება, არანაირი ემპათია. მე ტეიტი რო გამოვიდა, იტყვის დასავლური ცივილიზაცია მკვდარია, ყოველგვარი სულიერების გარეშეა დარჩენილი, ყოველგვარი ხელგაშლობის გარეშე ყველაფერი დაცარიელებულია, მე უკვირდეს ყველაფერი. გოგონა ასეთ უმწეო მდგომარეობაში დააკვირდით, აი ხო გეუბნებით ეს კადრები პირველად რომ ყელიზე დანა გამოუსვა, დამხმარე არავინ არ ყავს საერთოდ. ხელს იფარებს სახეზე, ნუ ეს იყო ჩემთვის აი წარმოუდგენლად სანახავი კადრები, აი დააკვირდით ეხლა და გახედა უკან. ამას არანაირი რეაქცია კულტურის გამოადგა ფეხზე და დააკვირდით. და ეს არის ჩემთვის ძალიან შემსარავი კადრები სახეზე რომ ხელებს იფარებს. ეხლა ამის ფონზეც არ უნდა იყოს სიკვდილით დასჯა მსოფლიოში, ისევე როგორც იუტა შტატშია, ტექსასში, ალაბამაში. არანაირ მორალისტობას აქ არ ვიწყებ. შენ არ მიგიცი ადამიანის სიცოცხლე რატო უნდა ხელყო ახალგაზრდა გოგონას, რომელსაც მთელი ცხოვრება წინ ქონდა. ჩემზე 5 წელით უმცროსი იყო.
რომელიც პატიოსნად ცხოვრობდა, რომელსაც ადამიანისთვის არაფერი არ დაუშავებია, ასეთი ლამაზმანი, ასეთი წესიერი. სიკვდილი მის ხელებში მოდის, მაშინ როდესაც თელი ცხოვრება წინა აქვს, თან ყველაზე დიდი უბედურება რა არის, იცით? რომ მას ეს არ დაუმსახურებიო. არავითარ შემთხვევაში მას ყოველგვარი პროვოკაციის გარეშე, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, ყოველგვარი სამხილის გარეშე, უბრალოდ ეს წარმოდგა ეს ორანგუტანგი I get white girl ესე თქვა რა, ანუ მე მოკალიო თეთრი გოგონაო რა. მე რიტყვი არასობრივ ნიადაგზე არ არისო ჩადენილი. რა თქმა უნდა არასობრივ ნიადაგზეა ეს დანაშაული ჩადენილი. თქვენ ხო არ გონიათ რამე სხვა მიზეზი ქონდა ამას? ეხა კადრები გავრცელდა ეხა ამ ორანგუტანგის იყავდა სასამართლო პროცესზე და როგორც იცით death sentence არის ტრამპა პირდაპირ თქვა რომ სიკვდილით უნდა დავსაჯათო. და აუცილებლად ამას ყოველგვარი, რავი, კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებ, არავითარი კითხვის ნიშანი. არავითარი. შენ ვიღაცის დედა გამწარო, ვიღაცის მამა გამწარო, ვიღაცის სიცოცხლე მოუსპო და კიდე სამუდამო პატიმრობა მოგცენა, მთავრობამ შენ გინა, ხო? აი მეტი დარდი არ არის კიდე ამ ქვეყანაზე რა. მეტი დარდი. და პირიქით, როგორც ჩარლი კირკის მკვლელი ახლა იპოვეს, ხალხი ითხოვს, რომ იყოს დემონსტრაციული სიკვდილი დაშა. რატო რომ ყველამ დაინახოს, რომ იგივე არ ქნას მერე სხვამ. ეს ამართლებდა საფრანგეთში. ძველი დროის საფრანგეთში გილეოტინაზე საჯაროდ რო ჭრიდნენ ყველას, იმიტომ ამართლებდა, რომ სხვა რო ხედავდა, იგივეს უკვე ვეღარ ბედავდა. და დღეს ძალიან აშობული აქვს უკვე საფრები, გაიგე? ფსიქიკურად და მენტალურად დაავადებული ადამიანები გარეთ დაბორიალობენ და ბევრი უდანაშაულო მართლა ციხეშია. აი ეს კადრები არასდროს არ ამომივეთვალები, ანგელოზივით გოგო, ანგელოზივით, დააკვირდით, აი არ ვიცი რა და როგორ უმწვნა სისხლი უკვე როგორ ეთქობა ცირს დააკვირდით. ეს დანიდან გამომავალი მარცხნივ ნახეთ, საფეხურებზე და აგეს შარვალზე. და არანაირი, ნახე, ფეხებზე კიდიათ, იმათ ვითომც არაფერი საერთოდ რა. არანაირი ადამიანური სოლიდარობა. რა ღმერთი უნდა გაგიწყრეს, აი, სად დაიბადნენ, სად გაიზარდნენ, ტყიურები აი შეულებრივი. ნახეთ. აი ეს გოგონა იყო ირინა ზარუცკა, ახალგაზრდა 22 წლის უკრაინელი ემიგრანტი ამერიკის შეერთებული შტატებში, რომელმაც სიცოცხლე საბედისწერო შემთხვევით დაასრულა იმ ზანგის მიერ, რომელიც 14-ჯერ იყო მკვლელობაში ბრალდებული. არ მკვლელობაში არის კრიმინალურ რეკორდ, კრიმინალურ დანაშაულში, ზოგი ძარცვა, ზოგი ძალადობა და ასე შემდგომ. ნახეთ რა ლამაზი იყო. შეხედეთ. და უბრალოდ ეხა ირონიული რა არის, იცით, ეხა ერთი რაღაც უნდა განახოთ, ეხა უყურე. როგორც გავრცელდა კადრები რა, ამ გოგონას Instagram story-დან არის აღებული და უკან დააკვირდით რა ჩემ თავს გაფიცებთ, კედელზე ხატია ასე Black Lives Matter, ანუ შავების უფლებები, Black Lives Matter, ხო იცით ეს ცნობილის. აი რა საბედისწეროა, ხედავთ რა სიმბოლურია ეს ყველაფერი. გოგონა, რომელსაც ეკიდა საკუთარ ოთახში შავების უფლებებისთვის ბრძოლაო, თავად ხდება მსხვერპლი ფერადკანიანების მიერ. ეს სხვადასხვის კარგად კონვერტირდება და კარგად ხურდავდება იმაში, დღეს მე რო შიგევროპელებს ვაფრთხილებ ხოლმე, ხალბიჭო, ბავშვებო, შვილებო, ძმებო, დებო, ნუ აყოლილ ხართ, სამშობლოს მოღალატებს, გამყიდველებს, აგენტებს, ისინი თქვენ რეალურად გიყენებენ, ისინი რეალურად თქვენ ხმარობენ იმისათვის, რომ საკუთარი სქელი ჯიბეები უფრო გაასქელონ. ეს ბავშვები ციხეში მიდიან მერე, ზოგს იჭერენ, ზოგ ჯვარი წვერია და საფლავში წვება. ხალხნო, ნუ აყვებით. აი ეს გოგონა არის ამის ნათელი მაგალითი. ღმერთმა აცხონოს მისი სული. აგერ კედელზე ქონა ოთახკუთარ ოთახში დაკიდებული შავების უფლებებისთვის ბრძოლაო. აჰა, და თავად აღმოჩნდა მსხვერპლი. და ეს ბავშვები ახლა ციხეში ვინები ძიან საქართველოში. არიან სწორედ იმ აგენტები, მაგაშია მთელი ბრალეულობა. ის ოპოზიციონერები დეგენ ახლა გამოვლენ, ზოგი წავა გერმანიაში, როგორც გახარია გაიქცა, ზოგი წავა საფრანგეთში, ზოგი ამერიკაში, ზოგი რუსეთში. და ესენი ანუ middle class-ი დაბალი ღარიბი ფენა ყველაფერი შეეწირება. რისთვის? კითხოსო, რისთვის ხალხო, რისთვის იკლავთ მომავალს? მე იმიტომ გაფრთხილებთ ამას და ჩემ თავობის თანამიმეებს ვეუბნები, რომ ხალხო გიყენებენ რეალურად, გიყენებენ. ბრძოლა მიდის ძალაუფლებისთვის. აქ ყველა ფეხებზე კიდია თქვენი ევროპა არავის არ აინტერესებს. ყველა ისქელებს ჯიბეებს. მე ვაფრთხილებ ვეუბნები. მაინც არ მისმენენ ძმაო, რავი. აი ეს არის კიდე ძალიან საინტერესო ინსტალაცია, რომელიც მინდა თქვენ განახოთ, აი ხო გეუბნებით, აი ეს ინსტალაცია მეგობრებო გამოხატავს 21 საუკუნის პოსტმოდერნიზმის რასობრივ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულებების 50%-ზე მეტ წილს. ეს არ მოგესმათ, ეს ამერიკული სტატისტიკაა, ცხონებული ჩარლი კირკი თვითონ ამბობდა. ღმერთმა აცხონოს მისი სული. აიგერ ნახეთ დააკვირდით კარგად. უკან აგერ აი ორანგუტანგის იმაში არის სატანა, რომელსაც რქები ადგას, რომელსაც აქვს წითელი ფერი, ქერცლები და წინა ეს ანგელოზი, როგორ არის ყველგამოჭრილი. და ეს ასახავს აი დღევანდელ შემდგომარეობას რა, დღევანდელ შემდგომარეობას.
იმიტომ რომ როგორც კი ის ნარკომანი და ცნობილი მარფინისტი რო იყო ჯორჯ ფლოიდი რომ მოკვდა მაღაზიაზე Black Lives Matter-ო და ვიტრინებს სწავდნენ ამერიკაში, ხალხი ქუჩაში იყო გამოფენილი, მთელი ეს აქტივისტები, მთელი ეს მემარცხენე ლიბერალები და ეს გოგო მოკვდა და ვითომც არაფერი რა. ერთადერთი სოლიდარობა TikTok-ი, YouTube-ი აგერ ესეო რა. ანუ აი ხო გიშ ეს სამყარო ხალხო დემონებმა დაიუფლეს. მე ხო გეუბნებით. მე უკვე ხანდახან ვფიქრობ, რომ ეს სამყარო ჯოჯოხეთი, სხვა სამყაროს მიერ შექმნილი ჯოჯოხეთი. ანუ ესე ადამიანობა როგორ უნდა დაკარგო? ესე როგორ უნდა, ესეთი ცხოველი როგორ უნდა იყო? მესმის კიდე იფიქრებ რაღაცებზე, რომ აი ზოგს ხა მაგასაც არ ვამართლებ, ხა არ მინდა გაიგოთ რომ ამას ვამართლებ, მაგრამ იმას მაინც იფიქრებ, რომ არის კრიმინალური დანაშაულები ჩადენილი ღალატის ნიადაგზე. რომ გიჟი ყოფილა ქმარი ავდგებია და ვინჩესტერით მოუკლია. ყოფილა მაგალითად რაღაც ფულის გამო ყოფილა ეს ყველაფერი, ზოგჯერ რაღაც შეხედულების გამო. უმიზეზოდ გოგო ავტობუსში ამოდის საწყალი პიცერიაში მუშაობს. შენ არაფერს არ გიშავებს, არაფერი შენთვის არ დაუშავებია. რენდომად ესე დგები და ყოველგვარი იმის რა ქვია მიზეზის გამო მას ყელს ჭრი, ხო? ეს არის მეგობრებო სრული სიგიჟე. ეს არის სრული ავადმყოფობა. ეს არის რასობრივ ნიადაგზე განხორციელებული დანაშაული. ხალხო, მე როდესაც უნივერსიტეტში ვსწავლობდი, მაშინ ძალიან საინტერესო სტატია გამოქვეყნა ერთ-ერთმა თანამედროვე მეცნიერმა და თქვა, რომ რატო ვერ განვითარდნენ ფერადკანიანები 21 საუკუნეში. ნუ რა თქმა უნდა, ხა შიგადაში ზოგი ჯორჯ ვაშინგტონი კი დენზელ ვაშინგტონი იქნება და რავი, ზოგი ხა ვიღაცა 1000 ერთხელ გამოჩნდება, მაგრამ მთლიანობაში როგორც მასა, მათ იმიტომ ვერ მოახერხეს სოციალიზირება, რომ საუკუნეების განმავლობაში ჰქონდათ ხელებზე ბორკილები და მუშაობდნენ პლანტაციებში. აი, ჯანგოში არის ძალიან საინტერესო კადრი, როდესაც მონათფლობელი გამოდის და ადარებს ორ ტვინს. ერთი ტვინი არის თეთრკანიანის, მეორე შავკანიანის. და ხსნის და ესეთ რამეს ამბობს, რომ შავკანიანის ტვინში არსებობს გარკვეული სახის შაღრმავება, გარკვეული სახის უბანი, რომელიც პასუხისმგებელია მორჩილებაზე და თაყვანისცემაზე. ეს საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა ამ ყველაფრის ჩამოყალიბება. რადგან მისი ცნობიერება სწორედ აქეთკენ იყო მიდრეკილი და ვარიაცია ბუნებრივია ბიოლოგიურად ესე ჩამოყალიბდა. აი ჯანგოს უყურეთ და მათ მიხვდებით რა არის აი განსხვავება. სოციალიზირება ვერ გამოახდე. აი არ არსებობს ფერადკანიანი მწერლები, არ არსებობს ფილოსოფოსები ფერადკანიანი, არ არსებობს ბეთჰოვენი ფერადკანიანი, არ არსებობს მოცარტი ფერადკანიანი, არ არსებობს რომელიმე სკულპტურისა და რაღაც ღირსშესანიშნაობის შემქმნელი ფერადკანი. რატო? ვერ სოციალიზირდნენ. ანუ ფემინისტებს არა პრობლემა მაქვს ზოგადად იცი? აი ჩემი ფუჩუ ჩემია ხო ამბობენ. ანუ შენი უფლება უნდა იდგეს შენ შესაძლებლობაზე. თუ შენი უფლება შენ შესაძლებლობაზე არ დგას, შენი უფლება უბრალოდ არ არსებობს რეალურად. ანუ ეხლა მაგალითად აი მე რომელიც ვარ საშუალო კლასის წარმომადგენელი ადამიანი. აი ეხლა მე არანაირი აქცია რო ჩავატარო ქუჩაში, აი ბუგატი ვეირონი მინდა. ანუ მე რატო არ მოვითხო, ვიცით, ბუგატი ვეირონი, რატო არ მოვატო? არ მაქვს მაგის შესაძლებლობა. არ ვარ მილიონერი. ანუ მე რატო უნდა მქონდეს იმაზე პრეტენზია, რატო არ მყავს ბუგატი ვეირონი მაგალითად. არ მაქვს ამის ტრაკი. და ბუნებრივია ვერც გამოვალ და ვერც ვიტყვი, ჩემი ბუგატი ჩემია. მაგრამ ფემინისტი გამოდის და ამბობს, ჩემი ფუჩუ ჩემია. რატო უსვას ხას მაგას? იმიტომ რომ მაგის კომპლექსია რეალურად. გაიგე? რაც ყველაზე მეტად invoking ესე იწოდება ინგლისურად, რაც რეალურად გაკლია, იმის პროვოცირებას ახდენ შენ ადამიანი, გაიგე? აი როგორც არსებობენ ზოგი კაცები და ხო, ზოგი კაცები რომ ამბობენ, რომ მე ყველაზე ძლიერი ვარ სექსუალურ ურთიერთობებში ქალთან. ამას ოდესაც შენ ამბობ, ანუ შენ საერთოდ აფრის ტრაკი არ გაქვს რეალურად. იმიტომ რომ ოდესაც შენ რამის ტრაკი გაქვს რეალურად, invoking, ანუ საკუთარ პროვოცირება შენ არ გჭირდება, ამას უბრალოდ საქმითაც ამტკიცებ. ანუ უფლებები შესაძლებლობასთან პროპორციული უნდა იყოს. თუ შენი უფლებები და შენი შესაძლებლობა პროპორციული არ არის, კაპოტ, მორჩა. გამოხარ კრინჯი. აი, გამოხარ თათია მაგალითად, ქუჩაში რო გდია ორკი. და გამოხვალ რომელიმე ლიბერალი შეგევროპალი მემარცხენე რა და იბრძვი არარსებული უფლებებისთვის. ანუ ეს არის რეალურად პრობლემა. აი ეს არის სატირული მეგობრებო, აი ეს გოგონა ხო გეუნებით, ანუ მართლა რავი, აი ცრემლებიც კი წავამები და ეს კადრები რომ ნახე, აი შემაშფოთებელი, არ ვიცი რა დავარქვა ამ ყველაფერს რა. არ ვიცი. ნუ აი ეს კადრი, აი ეს სურათი, რაც ერთ-ერთმა ფანარტია დამზადეს, აი კარგად გადმოსცემს ჩვენს დღევანდელ რეალობას. ჩვენს დღევანდელ სოციალურ სეგრეგაციას და იმ ადამიანებისთვის ამ უფლებების მიცემას, რომელიც არ იმსახურებენ. საერთოდ მე ესე ვფიქრობ, უფლებები გამომუშავებადი უნდა იყოს. აი დემოკრატიის მთელი არსობრივი პრობლემა, რის გამოც მე დემოკრატიას ვაკრიტიკებ, ეგ არის, რომ ანუ უფლება აქვს ისეთ ადამიანს, რომელიც არ იმსახურებს მას. ანუ აი თამაშები, არსებობს თამაშები, აი მაგალითად არსებობს ესეთი თამაში,
რასტი, ჟანგი, ესე ეწოდება რა ქართულად. აი რასტში არის ესეთი საინტერესო ფილოსოფია. როდესაც workbench-ს დადგაო, იწყებ level 1-დან და სკრაპების სახით ნენელა ხსნიან ყველაფერს. ანუ თუ ტრაკი არ გაქვს და ბევრი სკრაპი არ გაქვს, ვერ მიხვალ მაგალითად ჰაერის იმამდე, რა ქვია, რავი, მზის პანელებამდე, ვერ მიხვალ ვაინ ტურბინებამდე, ვერ მიხვალ CO2-მდე, იმიტომ რომ უნდა გაიარო ეგ პროცესები. ანუ შენი უფლება და შენი შესაძლებლობა პროპორციული თუ არ არის, მაგ შემთხვევაში, ანუ შენი უფლებები უბრალოდ არ არსებობს. ანუ მაგ შემთხვევაში შენ არ იმსახურებ ბრძოლას. უბრალოდ არ იმსახურებ. დემოკრატიულ ცივილიზაციაში ეგ არის პრობლემა რეალურად. ანუ ის ადამიანები იღებენ უფლებებს, რომლებიც არ იმსახურებენ. ცოდნა არ აქვს შესაბამისი. აი მაგალითად არჩევნებში რატო უნდა კონდეს მიღების უფლება ისეთ ადამიანს, რომელიც პოლიტიკაში ვერ ერკვევა. აი არის ის რა არის ადმინისტრაციული კანონმდებლობა, არის ის რა არის კონსტიტუცია, არის ის რა არის პროპორციული არჩევნები, არის ის რა არის მაგალითად პრემიერის უფლებები. ანუ ესენი თუ არ იცი. ну ის ახლა პროფესორები ყავს საქართველოში ვითომ ყველაფერი იციან. ანუ რა პრეტენზია გაქვს საერთოდ ვერ ხვდები. ანუ ვერ ხვდები. ანუ პოლიტიკური საზოგადოება არ ყავს საქართველოში, კი არა საქართველოში კი სოფლიოს აქ ამის პრობლემა. და რატო ვითხოვთ ისეთ რამებს, რაც არ გვეკუთვნის რეალურად? მაგიტომ ვეთახვები არისტოკრატიას, მაგიტომ ვეთახვები დიქტატურას, მაგიტომ ვეთახვები იმ ხალხის ჯგუფს, რომელსაც ჩვენზე უკეთესად იცის როგორ მართავს ეს ყველაფერი. ანუ შენ უბრალოდ არ იცი ეს ყველაფერი. რამდენი აი საქართველოში რამდენი ვართ ახლა? 3 მილიონი ხო? მთლიანად. აი ნახევარზე მეტი საერთოდ გონში არ არის. რა არის მისი უფლებები? აი უფლება რა არის მისი? აი ამერიკაში human rights იცის ყველამ. აი დაბადებიდან იცის, აი რა ვიცი, პირველი გამოვა თუ არა საშუალო, პირველი თავის უფლებებს ამბობს ამერიკელი. აი საქართველოში არ ვიცით ეგ უფლებები რა არის, არ ვიცით. მერობის კანდიდატი სოციალურ დახმარებებს იძლევა ხოლმე საქართველოში, ნაციონალური კამელია ამბობდა ხოლმე სოციალურ პენსია მომიმატება, მე თვითონ მერობის კანდიდატი ამბობდა პენსიას მომამატებ. და ხალხს ჯეროდა ეგ უფრო უბედურება ის კი არა მელია, კაი, ეგეთი სირია, მაგრამ ის ხალხს ჯეროდა მაგის კაცო. ესა უბედურება ხალხს რომ ესა ანუ არ იცი პოლიტიკა და პოლიტიკა შენ თუ არ დაინტერესდები პოლიტიკა დაინტერესდება მე შენით და მე ეს ლაპარაკი არ მევასება იცი რა აუ მე იცი საქართველოსთვის კარგად მე როდის მოვა ესეთი მთავრობა არაფერი არ იცი შვილო არაფერი როგორ იმართება ეს ყველაფერი და შენ საერთოდ ვინ გიკითხავს ვინ მართავს საქართველოს ჩემო კარგო რა აი დღემდე მაგალითად მე ამდენი ხნის განმავლობაში ვერ ვნახე აი ობიექტური ნამდვილი აი ჩანსაღი კრიტიკა აი რატო არ ევასებათ ივანიშვილი აი დღემდე ვერ მოვისმინე გარდა იმისა რომ უბრალოდ ივანიშვილი იმიტომ არ ევასებათ რომ აქვს უბრალოდ ბევრი ფული და ბევრი სიკეთე აქვს საქართველოსთვის გაკეთებული და ამის შურთ იმიტომ ბევრი ფულიანია საქართველოში რომელსაც გრამი არ აქვს საქართველოსზე დახარჯული საერთოდ აი ხაჭაპურია ის არ უყიდიათ საქართველოსთვის და ივანიშვილი რამდენიმე გააკეთა ივანიშვილი ზუსტ იმიტომ ზუსტ ფული აქვს და ფული რო აქვს ვალდებულია თითქოს ივანიშვილი ამათ ყოველდღე $1500 მიცეს მაგ შემთხვევაში ეყარებოდათ არა შეიძლება არ წყარებოდათ მე თვითონ ამდენი მილიარდები აქვს და $2000 არ გვაძლევს აი ეს არის უბედურება მეგობრებო ბევრი რამე არ ვიცით უბრალოდ არ ვიცით ზედაპირულად ვაფასებთ აი ეს სოციალური კონსტრუქციული ბრძოლები არსებობს საზოგადოებებში და კარლ მარქსი ამბობდა რომ ეს კლასობრივი ბრძოლა მდიდრები და ღარიბების ილუზიური ბრძოლა ეს გამოგონილი რობინ ჰუდები ვითომ ღარიბი როა და მდიდარს ეხმარება სინამდვილეში უბრალოდ ყაჩაღია ანუ მნიშვნელობა არ აქვს შენ სოციალურ მდგომარეობაში შეიძლება ღარიბიც იყო მაგარი კაცი და ღარიბი ძალიან ცუდი შეიძლება მდიდარი იყო და ასევე კარგიც იყო და ასევე ცუდი ანუ სოციალურ მდგომარეობა მის სიცუდეს და მის სიკარგეს არ განსაზღვრავს რეალურად ხო, საიდანაც წავედით, მაგრამ საინტერესო საუბარი იყო ეხლა, მაგრამ ხო, აქედან დავიწყეთ საუბარი. ანუ ის ადამიანები იღებენ მეგობრო უფლებებს. ადრე როგორი ცივილიზაცია იყო, იცით? ახლა მაგალითად კონფედერატების დრო. არ გაქვს უფლება, უნდა დაიმსახურო ეგ უფლება. აი რაღაც უნდა გააკეთო მაგისთვის. და იმიტომაც იყო ძლიერი ცივილიზაციები ადრე გლადიატორების ეპოქაში, აი შუა საუკუნეებში. აი ძველი საბერძნეთი არისტოკრატია სადაც იყო, ოლიგარქია სადაც იყო. ძლიერი საზოგადოებები, იმიტომ რომ მეტ ადამიანისგან შენ რო რაღაც მოგეპოვებინა, ის სპარტაში რომ მოქალაქე ყოფილიყავი, ანუ ძალიან მაგარი უნდა ყოფილიყავი, გაიგე? სპარტის მოქალაქე და ათენის მოქალაქე ესე ვერ ხდებოდი რა დღეს საქართველოში რომ ვიღაც ჩამოვა და ეგრევე იმის მოქალაქეობას მარტივად იღებს, ეგრე არ არის. სპარტაში ათეში რომში მithumetes ხო არ მეღადავები რომის მოქალაქე რო ხდებოდი, შენ იყავი აი
პატრიცია და უმაღლესი არისტოკრატი და საკუთარი ისინი ქონდა რა ქვია მთელი ველმინდვრები და საკუთარი აზნაური ისინი ყავდა მონები ყავდა და მთელი ამ იმას ფლობდი ხო და ის მე იმას რომ შვილი ეყოლებოდა იმ რომაელს ხო ლამაზი მოხდენილი ხო ის ათხოვებდა მაგ კლასის წარმომადგენელს რომელიც იზრდებოდა იღებდა განათლებას თავიდანვე კარგად ეუფლებოდა სხვადასხვა მეცნიერულ მიმართულებებს თავიდანვე კარგად იცოდა ფარიკაობა საკუთარი თავის დაცვა სამშობლოს ანუ ამან შექმნა რეალ დასავლური ცივილიზაცია აბა ეს გონია თქვენი ცივილიზაცია რომ დღეს როგორც არიან რა დაიბადება ბავშვი შეაგდებენ სკოლაში მე იმას იზავენ რა ქვია ეს ხო გამოვა სკოლიდან გაუნათლებელი უბრალოდ აი მომავალეობას იხდიდა მე შევა კოლეჯში ან იმაში უნივერსიტეტში იმიტომ ჩავაბარეს უბრალოდ ჯარში ვერ წავიდეს საერთოდ აზრზე არ არის ამ ცხოვრებაში რა უნდა და მაგ ადამიანისგან და მის ნაირებისგან თქვენ ითხოვთ რომ ახალი ცივილიზაცია შექმნას ახალი კულტურა გამოიგონოს არა მეგობრებო მათრახი კარგად მუშაობს დამიჯერეთ შიში მართლაშობს სიყვარულს. ეს ახლა თქვენ ვიღაცებს ესმიდეს ყველაფერი ესე, მაგრამ შიში მართლაშობს. იმიტომ რომ ყველა ცივილიზაცია აშენებული არის ტკივილზე, ყველა ცივილიზაცია აშენებულია სისხლზე და ყველა ცივილიზაცია აშენებულია რაზე? ყველაზე მთავარი რა არის? დისციპლინა. თუ ესენი არ გაქვს, დაიმშვიდობე ყველაფერს რა. დარჩენილი ყველაფერი არის ზღაპარი. და ესეთი სირები გამრავლდებიან ქვეყანაზე და ესეთ უმანკო საცოდავ გოგოებს დახოცავენ. ამიტომ მე ვგმობ ყველა ასეთ ყოლელობას და ბოროტების ყველა ასეთ გამოვლინებას. ეს არის რა თქმა უნდა რასობრივ ნიადაგზე განხორციელებული კრიმინალური შემთხვევა და მე ვისურვებ რომ ამ ადამიანმა ზუსტად ის ტკივილი განიცადოს რაც ამ საწყალმა უმწეო გოგონამ განიცადა ბოლო მომენტში. ეს არის საშინელება. და ჩვენ ვალდებულები ვართ დავიცვათ ჩვენი თეთრი ცივილიზაცია მეგობრებო. დროებით